ვაგრძელებთ საბრძოლო მზადებას. ბრუნდები ახალქალაქში, სადაც მეროდება ნერი მელიქიანი, ჩემი ძმა, ვინც მეხმარება ვარჯიში. რომ კამარი ავიღო, 5 რაუნდისთვის მზად ვიყო, დიხანი ავიღო. ეხლა როგორც მოგეხსენებათ, იმიტომ ჩამოვედი, რომ დაწესებულად ვიყავი ფოჩი. და ეხლა ისე მოვაპირებ დავბრუნდე და სპორტები გავაგრძელო რა. წავედით. დილის 8 საათია, კაი დროა თან. Let's go. ძალიან ლამაზი ქვეყანა გაქვთ. პირველად ჩამოვედი. ხალხი და ზოგადად ქვეყანა ძალიან გავს ჩვენს თურქეთს. საჭმელი ძალიან გემრიელია. ხალხი სტუმართ მოყვარე და კეთილია. პირველად ჩამოვედი და ღმერთის წყალობით მომავალშიც ხშირად ჩამოვალ. სიმართლე გითხრათ, პირადად არ ველოდი რომ ასე უცებ შედგებოდა ბრძოლა. როცა გავიგე, რა თქმა უნდა გამიგვირდა. ჩვენი ბრძოლა რამდენჯერმე გაუქმდა. ბედმა საბოლოოდ შეგვახვედრა. მას შემდეგ რაც ის პოსტერი ვნახე, მის მიმართ ჩემი დამოკიდებულება და მასთან ბრძოლის სურვილი გამიმძაფრდა. მას ნამდვილ თურქულ ხასიათს ვაჩვენებ. ასევე დაგიმტკიცებთ, რომ ის ყალბი ბოიკაა. მე არ მიყვარს ბევრი ლაპარაკი. ყველაფერს ისედაც რინგზე ვიტყვი. ბრძოლამდე ერთი კვირა დარჩა. ამ ერთ კვირასაც კარგად გამოვიყენებ. უკეთეს ვარჯიშებს ჩავატარებ. რა თქმა უნდა, თავს ზედმეტად არ გადავიღლი, ისედაც მზად ვარ. დღეს აქ კარგ თურქულ ყავასაც დავლებთ. შემდეგ დარბაზში წავალთ და ვივარჯიშებთ. საღამოს კი ვივახშმებ და დავისვენებ. მას კი თურქი ხალხის ძალას ვაჩვენებ. როგორც მოგეხსენებათ, სპორტებზე ახალქალაქში ვიყავი ჩამოსული, შენ ფოჩი გადავედი დასასვენებლად, ახლა ისევ დავბრუნდი, რადგან ყველაზე მაგრამ მზადებას მე ახალქალაქში გავდივარ. აქ ისეთი კაი ჰაერია, ფილტრებში გიწმინდავს ნიკოტინი გამოდის, დიხანია გემატება, მით უმეტეს ოცნაირი გავარჯიშებს. აი ხუჯერ მაგარი მზადება გაქვს და მაგარ ჯანზე მოდიხარ. ეხლა მე ნაირს ვდები, სოფელში წირვაზე იყო, ჩვენ უბრალოდ ვერ ჩამოუსწარით. ახლა მოვა და წავართ, დავბინავდებით და ჩვენ პირველ ვარჯიშს დავიწყებთ. მოეცა აქვს მორანირად მოდიხარ. ოხა ნადირო. აუ ჩემი კაცი. როგორ ახაც? ეში გადავამტრია. როგორ ახაც? რა უნდა ვქნათ? ეხლა თაში უნდა ვირბინოთ და ტრენაჟერები, ხო? 10 კილომეტრია. რა. 10. ცოტა ეგ თურქები პარცეზე. თურქები იმენა იმანა ეხლა მე ვიტყვი მაგრამ თურქები всё სამი რო წავართ იქ მე გადავიდე всё იცი რა გინდავა მე გიჟია ძმა გიჟი რა გინდავა ვეჭიდავე ძმა იმენა თუ ვერ გადაიხდი მოვედით ეხლა გავხურდებით მოთერვას გავაკეთებთ და დავიწყებთ დილის პირველ ვარჯიშს კროსებს შემდეგ კი დავისვენებთ და წავართ უკვე დარბაზში ნადირი ეს რა არის აი ქვას ხო ხედავ ბიჭებო ვინც ბოროს გოგო Hoşkol, modi, hoşkol. Hoşkol, modi, hoşkol. Serkan, modi, Serkan. Serkan Albagu, modi. Aga, hoşkol da Serkan, pusi. Ay ese galbiyane pusebi. Turkები საბრატაო სადა. მოგლედ, ნაირმა მოგვიყვანა ხემთებში, დაურბივართ. ამ თაშებს უბრალოდ ჰაერში ვიძრელებთ ჩვენ კარდიოს და დიხანიას, ჯანზე მოვდივართ. აგერ სამცხე ჯავახეთში ვართ ეხლა, აგერ თურქეთის საზღვართან. აგრეთვე ხან გამახსენა საზღვარზე. აი ეს თურქები გამაში ტრაქს რო ათამაშებენ. ეს თურქი მეომრები კი არა, თურქი ფუცები, აი ესენი. აჰმედ ჰოჯგორ და სერკან არფაგუ. ამათმა მხოლოდ იციან ტექსტების წერა სოციალურ მედიაში. რამდენიც მე უცხოელი გამოვიწვიე, იმდენი მე ძალიან ცუდი ტრეშ-თორკი მივიღე სოციომედიაში, მაგრამ ბრძოლა ვერ მივიღე, იმიტომ რომ მეხსნებიან. აქედან გამომდინარე გეუბნებით Ahmed Khan Hoshgor and Serkan Arpagu because of you
only now trash talk and you don't fight me, you are just Turkish pussies. You are not Turkish warriors. You are Turkish pussies. I tell you, come fight me. If don't intending, come outside. Meet me. Don't come with gun or knife or something. I come alone with my this. Because I am a man and you are pussy. 10 წლის წინ მუაიტაის კარიერა დაიწყე. მუაიტაიში თურქეთში 1 და ევროპაში 3 ტიტული მაქვს. საერთაშორისო ტურნირებზეც გამოვდიოდი. შემდეგ ფეხი მოვიტეხე და 2 წლით შევწყვიტე. ამ 2 წლიანი პაუზის შემდეგ წუნაში მოვიმატე. წუნის მომატების შემდეგ კრივზე, უпростоრად კიკბოქსინგზე გადავედი. პირველ ბრძოლაში წავაგე, მეორე ბრძოლაში კი აზერბაიჯანში ნოკაუტით გავიმარჯვე. კიკბოქსინგის კარიერას ამ 2 წელსაც თუ დაუმატებთ, თლიანობაში უკვე 10 წლიანი კარიერა მაქვს. თურქეთში შიშველი ხელებით ბრძოლა როგორც სპორტი არალეგალურია. ამ სპორტით სულ 5-10 სპორტსმენი ვართ დაკავებული. საკუთარი შესაძლებლობებით, ჩვენი ძალებით, ვიბრძვით და უცხოეთში მივდივართ, სადაც ვცდილობთ ბრძოლებში მონაწილეობას, მაგრამ ამ ეტაპზე ქვეყნის მხრიდან ამის არანაირი მხარდაჭერა არ არსებობს. მეტიც აკრძალულია და არალეგალურია. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს სპორტი კიდევ უფრო გავრცელდება. ახლა შიშველი ხელებით ბრძოლა უფრო პოპულარული ხდება. ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებ. ამაში დარწმუნებული ვარ. ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყანაში ვარ და იქ რამდენად განვითარებულია ეს სპორტი არ მაშინებს. პირიქით, ეს უფრო მეტ мотивაციას მაძლევს, იმიტომ რომ ახლა მილიონობით ადამიანის დროშა მიმაქვს ზურგით და ღმერთისნებით ჩემპიონიც გავხდები. მე თავდაპირველად სხვა ორგანიზაციაში მქონდა ჩხუბი ჩანიშნული. მაგრამ როცა ეს ბრძოლა შემომთავაზეს, ის გავაუქმე. ჩემთვის ეს ოცნებაა. სიმართლე გითხრათ, ძალიან მინდა ამ ქამრის მოგება და იმედია, ასეც მოხდება. რა გინდა რა როგორ აღარა რა Амачакаше, ха? Герта поиску так, грузинский бойканы. Каша, чек сказано. Ача селян. Давай ты варди что ты хапичебу. Რა გინდა? ვარჯიში? ეხლა ვარჯიში. შო, თანასო სამკი თამ. ეხლა მე ჩამოვიდო ნაირმერქენს ვასწავრო ვარჯიში, როგორ იჩხუბოს, ღვიძლი როგორ დააწყას. ნაირ ეგრე არა, უყურე დაარტყი. ვავარჯიშებ რა, ენი ბაის მოგო. მოკლედ მოვიდით ახლა დარბაზში. მოჩი დღის პირველ ვარჯიშს, კარდიოზე ვიმუშავეთ, მთებში ვირბინეთ. სუბტაირი ვისუნთქეთო, ეს ჩემი მიღებული ნიკოტინები 10 წლები ვიღები და ამომიღო. და მზად ვიყო, რამოდენიმე რაუნდის გასაკაჩად. მე არ მგონია 5 რაუნდი გაგრძელდეს, ზურა, მაგრამ 5 რაუნდის მაინც მინდა ორგანიზმი მზად მქონდეს, დიხანია გამიძროს. ეხლა კიდე მოვიდე ასევე რომ ტექნიკაც გავამოჯობესო დიხანიას საერთოდ, რაშიც მე ნაირი მეხმარება, მასწავლის სწორ დარტყმებს, არა მარტო ყბაში ასევე ღვიძლში შესრულებს და ერთად ვძლიერდებით, მადლობა ნაის, თავზე გადამყვა ასე ვთქვათ და მან მასწავლა მე ყველაფერი, ძალიან მაგარი ვარჯიში, ძალიან ხარში მიდგას და მაგარი კაცია და მადლობა ნაის და მის ოჯახს. ესეც არა, ესეც. ეს კორპუსი და ესეც არა. ესეც არა. წინაური ძოა. ღვიძლიც ესე უნდა სამივე? აია. ესეც არა. ესეც არა. ესეც. პირდა.
ასტროვის ვარჯიშის მე. მაგალითად. მომზადების პერიოდი ძალიან კარგად მიდის. ისედაც თურქეთში ვემზადებოდი და ფორმაში შევდიოდი. რაც შეეხება ნიკას, მაგის შესახებ ბევრ საუბარს არ ვაპირებ. ყველაფერს რინგზე გაჩვენებთ. ფიქრობ ის ჩემზე ძლიერია და უფრო ფეთქებადი. მინდა მასთან გაცვლებში შევიდე და მჯერა, რომ ამ მხრივ ჩემს შესაძლებლობებს ბოლომდე გამოვავლენ. იმიტომ რომ ნოკაუტის ძალა ძალიან მაღალი მაქვს. რაც არ უნდა ივარჯიშოს, ამას რინგზე დაუმტკიცებ. ეს თქვენი ქართველი ბოიკაა და კარიერაში პირველ ნოკაუტს სწორედ ასე იგებებს. I am ready, Tyson. Let's go! ძალიან ძლიერი დარტყმა მაქვს. ადვილად შემიძლია ნებისმიერი ადამიანი დავანოკაუტო. ქართველ ბოიკას კი უსურვებ წარმატებას, მაგრამ მას ნამდვილ თურქიშ თაისონს ვაჩვენებ. უпростоრად რინგზე მას ნამდვილ ბოიკას ვაჩვენებ. მისთვის ეს საღამო კარგად არ დასრულდება. მიკა, შენს გამო ვწუხვარ. მე ჩემი საქმე უნდა გავაკეთო. 29 აგვისტოს მუშტიკრივის გულშემატკივარი სუპერ ივენტს იხილავს. გამა undisputed-ის მთავარ ბრძოლაში ერთმანეთს ნაირ მელიქიანი და სამანდარ ენიბაევი შეებრძოლებიან. სასწორზე ყველაზე ცუდი ბიჭის კამარია. 93 კილოგრამის ტიტულისთვის კი ნიკა ბოკელავაძე გამას რინგზე თურქ ერკე აქსოის უმასპინძლებს. არ გამოტოვო ზაფხულის ცხელი და ხუმა გამა ფაით ჰოლში.